ბრწყინვალედი ხარებს დღეს ღვთივდაცულიერი ჩვენი დედოფალო, მიმრქმელი, ვით არცა ნათლისა მზისასა, სასწაულთმოქმედისა ხატისა შენისა, რომლისა ქვეშე შევრდომილნი მოგილტვით ჩემდამი და გიგალობთ ესრეთ. ჰოი ყოვლად საგვირველო დედოფალო ღვთისმშობელო, ევედრე შენგან განხორციელებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, რათა იხსნას ქალაქი ესე და ყოველნი ქალაქნი და მხარენი ქრისტიანეთანი და უვნებელად დაიცვნეს იგინი ყოველთა მბრძოლთა მათთაგან და იხსენ სულნი ჩვენი, ვით არცა კაცთმოყვარე არს. ამინ. დღეს ახალი სტილით 6 ივლისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დღეს ასაულობს ვლადიმირის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენებას და მოიხსენიებს წმინდა მოწამე აგრიპინეს. წმინდა მოწამეებს ევსტოქიოს, გაიოს, პროვოს, ლოლიოს, ურბანს და სხვებს. ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული წელიწადში 3-ჯერ აღინიშნება. გადმოცემის მიხედვით ხატი ლუკა მახარებელმა დაწერა იმ დაფაზე, რომელზედაც მაცხოვარი თავის დედასა და მართალ იოსებთან ერთად სადილობდა. მადლმოსილმა ავტორმა ხატი მიუტანა ყოვლადწმინდა ქალწულს, რომელმაც იღილა რა თავისი გამოსახულება წინასწარმეტყველური სიტყვები გაიმეორა. ამიერიდან ნატრიდნენ მე ყოველნი ნათესა და დაამატა. მადლი ჩემი და ჩემგან შობილისა ძისა იქნას ხატსა ამასზედა. ამის შემდეგ დედა ღვთისმშობლის გამოსახულება მრავალი ქვეყანა მოიარა და დამკვიდრდა რუსეთის ქალაქ ვლადიმირში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში. იმ დროიდან ეწოდა ხატს ვლადიმირისა. თათართა შემოსევის დროს მან მოჭედილობა დაკარგა. 1015 წელს კი, როცა ვლადიმირის მთავარი ტაძარი მთელ სიმდიდრესთან ერთად დაიწვა, ხატი სასწაულებრივად გადარჩა. რამდენიმე ასეული წლის შემდეგ ის მოსკოვში გადააბრძანეს. ამის შემდეგ კვლავ არაერთი უბედურებისგან იხსნა ღვთისმშობელმა მართლმადიდებელი რუსეთი. საყოველთაო უბედურებებისა და გაჭირვების ჟამს მღვდელმთავრები ლოცვით მიმართავდნენ ვლადიმირის ხატს, რომელიც სასწაულებრივად იხსნიდა ხოლმე მის მოიმედეერსა თუ ცალკეულ ადამიანებს. ამჟამად ვლადიმირის ყოვლადწმინდა ქალწულის ხატი მოსკოვის მიძინების სახელობის ტაძარში ბრძანდება. მისი ზუსტი ასლი კი იმყოფება ვლადიმირში. არსებობს სხვა ასლებიც, რომლებიც მრავალ ქვეყანაში განდიდდნენ. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ ვლადიმირ ფლორიშჩევის ხატი, რომელმაც სასწაულებრივად ავაზაკთაგან იხსნა ფლორიშჩევის უდაბნოს განდეგილი მოღვაწე ილარიონი. უჯულოებმა შებოჭეს მოსაგრე და ცეცხლზე დაწვით დაიმუქრნენ, თუ არ გაამხელდა სად ინახებოდა მონასტრის განძეული, რომელიც სინამდვილეში საერთოდ არ არსებობდა. განჯვა გვემიზროს ნეტარმა მამამ ღვთისმშობლის ხატს მიაპყრო მზერა და შემწეობას თხოვა, რათა კვლავ შეძლებოდა მისი და მაცხოვრის განდიდება. მეხსოვლოდ ავაზაკებმა შეწყვიტეს ბერის წამება და გაიქცნენ. მათ მოეჩვენათ, რომ ესმოდათ მათ შესაბრალად წამოსული ხალხის ხმა. ერთხელ ღირს ილარიონს ეკლესიიდან შემოესმა ხმა, მე განვედიდებ შენ თავს გაღმიერებას. განდეგილი შეკრთა, ეკვტერში შევიდა, მაგრამ იქ ვერავინ ნახა. ხოლო ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი ბრწყინავდა. ატირდა ბერი, დაემხო ხატის წინაშე და თავისი უღირსება აღიარა. ფლორიშჩევის უდაბნოს იმავე ტაძარში ვლადიმირის ყოვლადწმინდა ქალწულის მეორე სასწაულთმოქმედი გამოსახულებაც ბრძანდება. ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატს ევედრებიან მართლმადიდებლური სარწმუნოების განმტკიცებას, მოჟუღართა შერიგებასა და სამშობლოს მტრისგან დაცვას. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეუხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ.